სულ რაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს თრობ მერე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ელენი დაგვაგვიანდება. რას ეკეთებ, არ მოდი ხარ? ვეძებ რაღაცას. თუ დაგვაგვიანდება სკოლაში. დამაგვიანდეს, არ მაინტერესებს. რა რეულობა აქ, რა ხდება ელენე? ვეძებ რაღაცას და სანამ ვერ ვიპოვე, ვერც ვისალზმებ და არსადაც არ წავალ. და რა არის, მე არ ვიცი. სამაჯურს ვეძებ. სამაჯურის გამო მოაწყვეს არეულობა მერე? ნიშნავანია. კაი, თუ ნიშნულოვანია, მაშინ თქვენ აქ მოძებნეთ და მე იქ ნახავ. და რატო არის მამიკოს ნიშნულოვანი? უბრალოდ ძვირფასია. ვინმე გაჩუქა? უბრალოდ ნიშნავანია და მინდა რომ ნახო. კარგი, მოდი შეავარ გითხავარ. ბებო, ბოლოს როდის ნახე სამაჯური შენ? გუშინ ღამე აბაზანაში სანამ ვიბანავებდი. ბებო, ვერ თქვი, მე ვნახე ეგ სამაჯური და შევინახე არ დაიკარგოს მეთქი. დებგა. მოდი დროზე ისაუბრე. ელენე, რო იცოდე ოთახი შენი დასადაგებელია მაინც. ხერხავ და ხერხავ მთელი დღე ხერხავ. ხერხავ დღისით დაღამ. ხო ძვირფასო. ხომ მშვიდობა? ბავშვები კარგად არიან? დეიდა შენი ხო არ გაიქცა სახლიდან? არა, მშვიდობა, უბრალოდ ლანჩი რომ წაიღე, ნანას გამომცხარი კექსი წაღება დაგავიწყდა და ხომ არ გავუგზავნოთ მიტანის სერვისით ფშიერი არ იყოსო. აი ხო ვამბობდი რაღაც მავიწყდება თქო რა. არა იყოს არ გინდა, მეყოფა ეს. თან საფრთხეო დავბრუნდები ეკექს ისევ ჩემი შესაჭმელი იქნება და პრობლემა არ არის. კაი ზვი, როგორც გინდა საღამომდე მაშინ. მიდი კოცნი საღამომდე. ბავშვები ჩამიკოცნე. კაი, აუცილებლად. კარგი. ვა, ზვიად? შენ ხარ? მე ვარ, აბა ვინ უნდა იყოს? ყობას გავარ? არა, სხვათა შორის ყობა შენზე ბევრად მაღალი და სიმპათიური. მიდი რა. ბიჭო, ესი ადრე რომ მოხვედი ხომ მშვიდობა? და ეგ რისი დამსახურება? ალბათ ღმერთის. შეისმინა ჩემი ბოცვები. ეგეც, მაგრამ კიდე? ალბათ კიდე. კიდე იმისი რომ ძალიან მაგარი სიდედრის დამყავს. ნინის ხო ეხმარება სახლის საქმეებში, მე კიდე სულ თან მევლება, მოიცა, გადმოვიდა თქვენთან? კი. მაგიტო არ ესეთი ენერგიით ახსავსე და მოტივირებული. პირველად ნახე ადამიანი თავისი სიდედრის დასაკევდეს. აი ქალი გენიოსია რა. ბავშვებსაც კი არჩევს ერთმანეთისგან. ეგ ძმაო ძალიან დიდი დამსახურება არის რა. რახან ბავშვებიდან ერთ-ერთი სამჯერ არ ჭამს და მეორე მშიერი არ რჩება, ფანტასტიკურია ძმა. მაგისთვის პირადად მე მეკუთვნის, რომ მადლობა გადაუხადო. გადავცემ. მაგრამ სანამ სამადლობელ ტექსტს ვიტყოდი, იქნებ ეს შეკვეთა დამიმთავრა. კი, ესენი დავჭერი, ეხლა იქი დამჭე ცოტა დასაჭრელი და ეგ არის. კაი, და ის მაღალი და სიმპათიური რომ მოვა, ჩემთან ამოვიდეს. გადავცემ. არის სერ. მიდი. ძალიან გითხარება? რატო რა? ელენზე მინდა რაღაც გითხრა. ელენზე რა ხდება?
არა, არაფერი დამშვიდი, მოდი ერთ წუთს დაჭექი და რაღაც გეტყვი რა. არაფერი ისეთი, არაფერი სანერვიულო პირიქით. ელენეს მე მგონი თავის კლასელი ბიჭი მოწონს. ვინ მოწონს? აი, ის ბიჭი ამას წინათ ამოყვანილი რო ყავდა აქ პრეზენტაციაზე რომ მუშაობდნენ. დათი. ელენეს ყავდა ბიჭი ამოყვანილი? რა იყო კობა? ბავშვი არ იყავი? არ შეიძლება ელენეს ბიჭი მეგობარი ყავდეს ან მოწონდეს ვინმე? სხვათა შორის მარიამი ზუსტად მაგასაკში იყო პირველად რომ მოეწონა ჩვენი მეზობელი ბიჭი. ყოველდღე ჩადიოდა ეზოში ბავშვებთან სათამაშოდ, იმიტომ რომ იცოდა რომ ის ბიჭი იქ იქნებოდა. მე? რა მერე? საწავიდა ის ბიჭი. სად უნდა წასულიყო, გავიდა დრო და გადაუარა მარიამს და მეორე წელს ამბობდა ის ბიჭი რა მომაწონაო. ზუსტად წარმოვიდგინე ხა როგორ სიტყვა მაგას მარიამ. ხო და გეხვეწები რა, ელენას არაფერი არ აგრძნობინა. არ ვიცი, როგორ უნდა რამე რომ კითხოს, რა უპასუხო. რა უნდა უპასუხო, ეხლა მაგას შენ თვითონ როგორმე მოიფიქრებ. უთხარი რომ ხარს გიჭერ, სიამოვნებს შენი მოსმენა, მოეფერე რა. კარგი ბატონო. კარგი. და მადლობა რომ მითხრე ეს ყველაფერი. გამართი. მადლობა. დადე. არ მინდა. არ გამოჩენილა ხო? არაჯერ. მეც არ ვურეკავ და მელოდა მე თვითონ დაგიერეკავ. ეხლა ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ, ხო იცი? რა ქენიება? არაფერი. არ გამოვიდა ხო? ვისთანაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი, ყველასთან ვიყავი. არავის არ ქონდა. სულ ყველასთან? აი, გავიხსენებ კიდევ ვინ შეიძლება იყოს. კარგი და შენ ვის გაიხსენებ? ვისთანაც შეიძლებოდა იყავი და ახლა პენსიონერებს ნამდვილად არ ეკნებოდა. არა, ესე ამდენ ხალხში როგორ არავის არ აღმოაჩნდა ფული. რავით, აბა არ აღმოაჩნდათ რა, ფაქტია რომ არ აღმოაჩნდა. ეს სისულელეა რა. რა არის სისულელე? წამალი რო გინდოდა ხო ყველას კარგად ქონდა. რა? არაფერი. სამი ვერ გავიგე. ანუ რისი თქმა გინდა, რომ ჩემი ბრალია ფულს რო არ მაძლევენ? ეხა სისულელებზე რო ლაპარაკობთ, ხო ხვდებით? არა, უბრალოდ ვერ ხვდები ამდენ ხალხში როგორ არავის არ აღმოაჩნდა ფული. შეიძლება თაკო, ნუ არა აქვთ რა მოხდა. მარტო მაგის იმედად ხო არ ვიყავით? არ ვიცი უკვე რის იმედი უნდა გქონდეს რა. რა უნდა ვქნათ მართლა ვერ ხვდები. სახლი უნდა გავყიდოთ. რა? ებარა. მართლა?
შიშარა გოგო ხარ შენ. საყვარელი. I will stay by your side. შიდროს ხორმო. ოპა, გორმომენატრე. მეცა. რა შვები, ხომ შვიდობა? კი, მშვიდობა. ნამდვილად. კი, მშვიდობა არის. კაი, მოდი დაჯექი მაშინ. ყავა, ჩაი, რამე ხო არ გინდა ახალი აპარატი მაქვს, დაფიქრდი? რა, უცებ უნდა დაგილობადო და გავიქცე. აი, მოდი დაჯექი. აბა, სიმართლე გითხრა, რჩევის საკითხავად მოგვედი შენთან. რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით და ელენესთან დაკავშირებით. აი როგორ გითხრა, რაღაც აი არეულია, დაბნეულია, რაღაც ვერ ვცნობ და ცოტა ნერვი. მოიცა, რამე პრობლემები აქვს სკოლაში? არა, ეგეთი არაფერი, ანუ როგორ აიცი, ხან ძალიან გახარებულია. მე დილობით იმდენ დროს ხარჯავს ტანსაცმლის მოძებნაში, რომ არ აინტერესებს სკოლაში დააგვიანებს თუ არ დააგვიანებს. კიდე იმ დროს ვიღაცის ნაჯუქარს სამაჯურს ეძებ და იმდენი ხანი რომ მე და ეთერი ჭკუიდან გადაგვიყვანა გინაღა. რა ხტიო ვერ გავა. რა ვერ გაიგე გოგო? არაფერი არ არის ანარიო. ვერ ხვდები რა ხდება? ხო, მაგრამ მაინც ნერვიულობს რა. ხო, ნუ ბუნებრივია, იმიტომ რომ შემშობელი ხარ და ამა ხარ და ინერვიულებ მაგრამ. ხო, როდის გული ეთკინება, მე რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მივიქცე შენ წარმოგიდგენია. ხარში უნდა დაუდგე გესმის გოგო, მეტი არაფერი, უნდა მოусმინო და დაელაპარაკო. დამთავრდა. კი, რა თქმა უნდა, ველაპარაკებ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ აქ მარტო мама საკმარისი ნამდვილად არ არის აქ. ვინმე ისეთი ჭირდება გვერდში, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს და მასავით პატარა გოგო იყო ერთ დროს. დიახ. ანუ მე გჭირდები, პირდაპირ უნდა მითხრა, რომ გჭირდები. ხო, და სიმართლე გითხრა იმ მაგის სათქმელად და სათხოვნელად მორდი შენთან. ძალიან დიდი სიამოვნებით გოგო. ძალიან გამიხარდა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერში დაგეხმარები. დაელაპარაკები? ხო, აბა რას ვიზავ? მე გააკამგენი დრო შენ. ელენესთვის თუ არ მაქვს დროს, ხა ვისთვის მაქვს, მითხარი. ზერთან სულ ფიქრობდი, როდის მოვიდოდა ის დრო, როცა მე და ელენი დავსხდებოდი და ეს როგორც უფროსები ისე ვიჭორავებდი. უმაშინებ ძალიან გთხოვ. რისი გეშინი, აი არაფერი არ არის ანერვულო. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა მოვაყოლინოთ რაღაცები, ვიცოდეთ ყველაფერი და ხარში დაუდგეთ, მეტი არაფერი. ნუ ნერვიულო. ხო, ისე მოგაყარე ხა ეს ყველაფერი, რომ აღარც მეკითხავს შენ როგორ ხარ. რა ვიცი, ბარ, ისე ხან კარგად, ხან ისე ნორმალურად. გაბრიელი. აი, კოპა, იცი რა მხელა, აი ბუტკუნა ძალიან დიდი. ხო და აი გაბრიელი რო დიდი ბიჭი გაიზრდება, უკვე იცი ვისთან უნდა გაუშვსალაპარაკოთ. თავისთავად, სხვა არც განიხილება, ხო იცი? უნდა გავიქცე მართლა ძალიან მეჩქარი. კი, რა პრობლემაა. კაიქენი რომ მოხვედი და არ ინერვიულო არაფერს. ხო, მე მგონი სანერვიულთან აღარ მაქვს. საერთოდ არაფერი. აბშენიცი. In the dead of winter's night, we can see the clouds are closing in. If we wait till morning light, we'll be warm again. We'll be warm again. The only thing I know
გია შენ ახარ? ო, მე ვარ. წვანილი მომიტანე? წვანილიც მოგიტანე და რაღაც პროდუქტებიც. აუ, წყალი დამალევინე რა თორე დავიხანე კიბეებს. რა ყოლიტი კიდე არ მუშაობს? არა. აგერც. აი ხარე. ისო, რეზი სადა? სად იქნება? თავის ამხანაგებთ არ. ესე მეც მაგარი ვიკითხია რა. თითქოს რომ მეგობრებთან არ იყოს გასული. კი. ახალგაზრდა რა ქნას? გია. რამე უცნაური რეზისთვის ხوار შეგიმჩნევი ამ ბოლო დროს? არა, რა უნდა შევენიშნო? მეც. აღარაფერს აღარ მიყვება არ მეჭორავება თავის თავზე. ისე ადრეც თავს არ იკლავდა მაინდა-მაინც ჩემთან რაიმეს მოყოლი. შეხო იკლავდი თავს. ხო, რა ვიცი, ეგეთი ბავშვი იყო, სულ და ეგეთი ეხლაც. არა, ისე რამდენჯერმე კი მთხოვა ფული მჭირდებაო. ბევრი? მარც ცოტა. ხო, რა ვიცი, ახლა ახალგაზრდა იქნებ მჭირდებოდა. ხო, რას კაი. ცალია? კი. აი ხლა ერთ მეილს გავგზავნი და მე წამოდი სყავა დავლიოთ რა. ახალი აპარატი გვაქვს და ძალიან მინდა რომ გავსინჯო. არა, რა მირჩევნი აქ ვისაუბროთ და ყავა მე დავლიოთ. რა ყველას საგიტყდათ ვერ გავიგე, მყავობა. კიდე ვინ? ყობა იყო მოსული და შემოიარა რაღაცას. უიმართლა? ეს და ისიც ვიცი რომ დაინახე და არ მოხვედი. უნდა მოსულიყავი? აბა არ უნდა მოსულიყავი კეთი? ჰა? რა ვიცი, რაღაც არ მინდოდა რომ თავი უხერხულად ეგრძნო. პირიქით გაუხარდებოდა რომ მოსულიყავი. კარგი რა, მე უკვე ვისწავლე ჭკუა, იქ არ მივიდე, სადაც ჩემი ადგილი არ არის. აი რა. ისე ხომ შვიდობ. კი. ელენეს დაიწყო ის პერიოდი, ხო იცი? ვიღაცა მოწონს სკოლაში, იმასაც მოწონს, მოკლედ ერთთან ბავშვი არიან და ეს ნერვიულობს ზა, რომ ვინმე მარაწყენინოს ერთთან ბავშვი არის და ეხლა რჩევა უნდოდა და მოვარდა ამიტომ. კარგი რა. ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. გახსოვს რა სისურველებზე ვნერვიულობდით ხოლმე? ძალიან მეცინება. მაგრამ თან მენატრება ეგ პერიოდი, იცი? ძალიან მენატრება. ხო დაელაპარაკები. თან შეიძლება არ ავიყავს, ვისაც ამ ყველაფერს მოუყვება. ხო, აბა რას ვიზავ? თან ელენი ყო არის ჩვენი პირველი ბავშვი კი. ჩვენი სამეგობროსი. და ცოტა არ მჯერა, ხო იცი რა ხე მაგ თემაზე უნდა ვილაპარაკო, რომ აი ვიღაცა მოწონს რჩევა უნდა მივცე, პასუხისმგებლობას გძნობ და თან ნერვიულობ ცოტა. ძალიან საყვარელია. ბოდიში, მაგრამ მგონია რომ ელენეს გარდა კიდე ვიღაცებს ჭირდებათ რჩევები. შენს არ გონია? ვის გულის ხო? რომ მეუბნები, რომ ესე არ მოვიქცე, გიორგისთან ისე მოვიქცე, ესე ჯობს, აქეთ-იქით რაღაცებს ჭკუას რომ მასწავლი, შენ გონია, შენ თვითონ თავს არ იტყუებ, კეთი? იქნებ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. თავს არ ვიტყუებ. და თავს რო არ ვიტყუებ, ზუსტად მაგიტო ვცდილობ, რომ დისტანცია დავიჭირო კობასთან. არ ვამბობ, რომ გრძნობები არ მაქვს. მაგრამ ნუ ეს არაფერს არ ნიშნავს. როგორ გითხრა რომ არ მესმის? აი ნუ მოკლედ. ამაზე სასაუბროთ მარტო არ მოსულ ვარ. რაღაც მაქვს სათქმელი და სწორედ მაგიტო არ მინდოდა იქ ყავის დალევა, რომ რაღაცები არ გაიგოთ. რა მოხდა კიდე რამე ახალი ამბავია? ჰა? გილოცავ. ახალი უფროსი ყავს. ლიზა. ვინ ლიზა? გიორგის ყოფილი ასისტენტი. ხო და მე რა განარვიულებს? იყოს რომ ეს საერთოდ არ მიშლის.
ხო, ну აღმოჩნდა რომ ბევრად კვალიფიკაციური კადრია ვიდრე უბრალო ასისტენტი, სერიოზული განათლებით და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი ხა, არ ამგონია რომ ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭება უნდადეს ადამიანს, რომელიც სამსახურში მოსვლიდან 2 საათში უცებ ლიდად დაინიშნა. ლიზა. ხო, ну არ ვიცი, ახალი ადამიანია თავისი წესებით, ჩვენ არ ვიცნობთ და ამიტომ თვლი რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყო. ძალიან მიყვარხარ რომ ნერვი ვიყობ ჩემს. კაი, რა უნდა ქნას ქეთი, ну, იყოს. ჩვენ საქმეს მივხედოთ. კაი, ხო წავედი, მეც ბევრი საქმეები მაქვს. ოღონდ ყავის დალევას რო გადაწყვიტავ, გეხვეწები დამიძახე რა, ვერავისთან ერთად ვერ დავლი ეს ყავა. ო, აბა რას ვიზამ, ეთქვე. ესე იგი დღეისთვის რაც დავგეგმეთ, ყველაფერი ძალაშია. კი, 9-ზე ვახშამი, ლამაზი ხედით და ეს ტირამისუს დესერტი ამდენ ვერ ვლაპარაკობ. გიშტები, როცა იცი როგორ გამახარ. მიხარია თუ გამონდეს. აქედან უნდა გავიდეთ თუ ჩემით მოვიდე. ზრა, მე მგონი ჯობია რომ დღეს შენით მოხვიდე. რაღაც პატარა საქმე აქვს მოსაგვარებელი და იქნება არ გინდა რომ სამსახურში ერთად დაგვინახო. არა, რატო მომისმინეთ? მე მგონი შენც არ უნდა გინდოდეს ახლა ჯერჯერობით რომ უნდა დაგვინახოს და რაღაც ზედმეტი კითხვები გააჩნდეს და რაღაც ხვდები რა. თუ არ გინდა რომ შენ ყოფილმაცალმა გაიგოს. ქალბატონო ლიზა, ზრა, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს რას გაიგებს ანა და რას არა. წავედი 9-ზე მანდ ვარ. გონი გადავრჩით და არ შეუმჩნევებთ. ეგ არის თავისუფალი ოთახი და მშვიდად ვიმუშავებთ. მე საიდან მოვცოდნოდა? აი, გადავრჩით და გეხვეწები მალე მოვჩით რა. რა თქოს გაიგე? რა მნიშვნელობა აქვს სალომე რა თქოსა? ო, ისე აქ რა დრამებია იწევა? როგორ მიყვარს ეს სამსახური რა? აი, მოდი გეხვეწები.